ერთი წელზე ცოტა მეტი გავიდა სუედაში დრუზების მასაკრისა, დრუზების მთაზე, სადაც თითქმის 2000 დრუზი მოკლეს ბედუინთა ტომებმა და ასევე ზოგიერთი სამთავრობო ძალა, რომლებიც მთავრობის ძალების მხარდაჭერით მოქმედებდნენ და ახალი მთავრობის წახალისებით დამასკოში. ესე რომ ამ მოვლენებიდან ცოტა მეტი ვიდრე 1 წელი გავიდა. რას გულისხმობთ, შეგიძლიათ მოგვიხვეთ დღევანდელი დრუზების მდგომარეობის შესახებ სირიაში და ირიაში და მათი ურთიერთობის შესახებ დამასკოსთან 1 წლის შემდეგ? დიახ, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად თითქმის არ არსებობს ურთიერთობა დამასკოს ახალმთავრობასა და სუეიდას პროვინციას შორის, სადაც დრუზები უმრავლესობაში არიან. და ეს უნდა გავიგოთ. სუეიდას დრუზთა საზოგადოებას, რომელსაც ხელმძღვანელობს მათი პოლიტიკური ლიდერი შეიხი სალმან ალ-ჰაჯირი, ძალიან ღრმა უნდობლობა აქვს დამასკოს ახალი მთავრობის მიმართ. ფაქტობრივად ისინი ამას აღიქვამენ როგორც ისლამური სახელმწიფოს მილიციებსა და ფუნდამენტალისტ, ისლამისტ, ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებმაც დაიკავეს დამასკო. და შესაბამისად ისინი არ არიან მზად, რომ რაიმე მოლაპარაკება გამართონ დამასკოს ახალმთავრობასთან. მეორე მხრივ, თქვენ კარგად გესმით ეს. დამასკოს ახალი მთავრობა სუეიდას დრუზთა საზოგადოებას და მის ლიდერობას აღიქვამს როგორც ჯგუფს, რომელიც აშკარად ისრაელის სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული. და ეს მთელ სიტუაციას ძალიან ართულებს. იმ დონემდე, რომ თუ თქვენ გქონდათ შესაძლებლობა წაგეკითხათ ბოლო ანგარიში, ბოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც დაწერილია სუეიდას პროვინციაში დესპანის მიერ და მან ეს ნათლად დაწერა, თითქმის არ არის არანაირი პროგრესი სუეიდას პროვინციასა და დამასკოში ახალ მთავრობას შორის ურთიერთობაში და არსებობს აშკარა უნდობლობა ორ მხარეს შორის. იმ დონემდე, რომ მას არ შეუძლია დაინახოს რაიმე პროგრესი უახლოეს მომავალში ამ ორ მხარეს შორის. ეხლა ისრაელი ჩაერთო არა მხოლოდ რიტორიკულად, არამედ სამხედრო გზითაც, რათა დაეცვა დრუზთა საზოგადოება სამხრეთ სირიაში. რამდენადაც დამასკოში. ისინი ამბობენ, რომ ისრაელის ჩარევა მის შიდა საქმეებში ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას, დეესკალაციის შეთანხმებას ისრაელსა და სირიას შორის. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მუდმივად მათ შორის დღესაც, რომ ისრაელი არასოდეს მიატოვებს თავის დრუზ ძმებს სირიაში. მართალია, ფიქრობთ, რომ ნეთანიაჰუ ამას ასევე იყენებდა მოახლოებული არჩევნების წინ, რათა დრუზების ხმები თავის სასარგებლოდ მიეზიდა. კი, ძალიან დიდი კითხვები მაქვს, იცით? ამჟამინდელი მთავრობის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით სუეიდას პროვინციისა და სირიის დრუზების თემის მიმართ, რადგან თუ დავბრუნდებით ერთი წუთით 2025 წლის ივლისში ამას მივხვდებით. ისრაელის ჩარევა, ანუ ისრაელის თავდაცვის ძალების ჩარევა მოხდა მხოლოდ 48 საათის შემდეგ, რაც ახალი სამთავრობო ძალები დაესხნენ სუეიდას პროვინციას. რამაც მაშინ 1700 დრუზი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია. და მეორე საკითხი ისაა, რომ ჩვენ ყველანი ვსვამთ კითხვას, მას შემდეგ უკვე მეტი ვიდრე 1 წელი გავიდა. მას რა გააკეთა ისრაელის სახელმწიფომ სირიაში დრუზთა საზოგადოების მხარდასაჭერად? ამდენი დაპირების შემდეგ პრემიერ-მინისტრისა და მოქმედი მთავრობის მხრიდან ჩვენ არ გვინახავს სირიაში დრუზთა მდგომარეობის რეალური გაუმჯობესება. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ბევრ მხრივ ასეა. ამან უბიძგა მათ, ვინც არ ეთანხმებოდა ისრაელის ჩარევას, დაბრუნებულიყვნენ დამასკოს ახალ ექსტრემისტულ მთავრობის ხელში. მეორე მხრივ შემცირდა ნდობა სუეიდას პროვინციის ხელმძღვანელობასა და ისრაელს შორის.
ამიტომ ჩემი მოლოდინია რომ ისრაელის ჩარევა სირიის დრუზების საქმეებში ბევრად უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე ის, რაც ისრაელის მთავრობამ აქამდე გააკეთა. და კიდევ ერთი საკითხია, რაზეც უნდა ვიყოთ გულწრფელები, ეს არის ფაქტი, რომელიც უნდა გავიაზროთ. ისრაელის ინტერესია პირველ რიგში, რომ დრუზების საზოგადოება სამხრეთ სირიაში მშვიდად ცხოვრობდეს და უსაფრთხოდ იყოს. რადგან ისინი ფაქტობრივად ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე ცხოვრობენ და ისინი ისრაელისთვის წინა ხაზზე არიან. ახალი ექსტრემისტული, ფუნდამენტალისტური ISIS-ის თავრობის წინაშე, რომელიც ახლა დამასკოში ზის და რომელსაც თურქეთის თავრობა და ერდოღანი უჭერენ მხარს. ესე რომ ეს გამოწვევა ისრაელზე მომავალშიც იმოქმედებს. ეხლა ამ პერსპექტივიდან მინდა ცოტა გადაუხვიო და მომავალ არჩევნებზე ვისაუბრო. თქვენ მონაწილეობთ დემოკრატების პარტიის მომავალთვის პრაიმერიზში იაირ გოლანის ხელმძღვანელობით. ვინ არის იაირ გოლანი? პირველ რიგში რატომ დემოკრატები? და მეორე, რას თავაზობს იაირ გოლანი ისრაელის ურთიერთობების საკითხში? Balance-ებს ურთიერთობებს სირიაში დრუზ ძმებთან, მაგრამ ასევე ცდილობს დაამყაროს პოზიტიური კონსტრუქციული ურთიერთობები სირიის სამთავრობასთან. კარგი, მე თქვენს კითხვას ორ ნაწილად უპასუხებ. პირველ ნაწილზე უნდა ვთქვა, რომ დემოკრატიული პარტია ბევრ მხრივ წარმოადგენს იმ ღირებულებებს, ჩემს ღირებულებებსა და ჩემს ხედვებს ისრაელის მომავალი სახელმწიფოსთვის. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ის წარმოადგენს იმ გზას, როგორც მე მინდა ვიხილო ისრაელი, როგორც დემოკრატიული ლიბერალური სახელმწიფო და სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს ყველა თავის მოქალაქეს დამოუკიდებლობის დეკლარაციის სულისკვეთებით. ასე რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს შემიძლია გითხრათ, ალბათ მთავარი მიზეზია, რის გამოც ეხლა დემოკრატიული პარტიის სახელით ვიბრძვი მანდატისთვის. ეხლა რაც შეეხება თქვენი კითხვების მეორე ნაწილს, მე მჯერა რომ იაირ გოლანი, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთის სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი, ძალიან კარგად ესმის იმ რეგიონის სენსიტიურობა. ძალიან კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სირიის სამხრეთ ნაწილში დრუზების საზოგადოება უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრობდეს. და როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ჩვენი პირველი თავდაცვითი ხაზი და ჩვენი ფარი ექსტრემისტული მთავრობის წინააღმდეგ დამასკოში.